ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ახლა თქვენთან ერთად საზეიმოდ მოვხდავ საახალწლო ნაძვის ხეს. იმ სათამაშოებით, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს ქართულ საზოგადოებას. ჩვენმა საახალწლო ნაძვის ხემ, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, აუცილებელია გავუკეთოთ მას რა? უსაფრთხოების ღველი. ერთი წუთით. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მისი მორთვა სათამაშოებით. ყველაზე საინტერესო სათამაშო, რომლითაც გასული წლის განმავლობაში მთელი საზოგადოება ერთობოდა, არის საკვები და მასზე ფასის განუხრელი ზრდა. ამიტომ ეს სათამაშო აუცილებლად უნდა ამშვენებდეს საახალწლო ნაძვის ხეს. ასევე საინტერესო სათამაშო, რომელიც ყველაზე მომხიბლავად ჟღერდა ქართული მედიას სივრციდან და რომელიცაც ყველაზე მეტად ერთობოდა ჩემი ხელისუფლება, არის სამუშაო ადგილები და დასაქმებული მოსახლეობა. არ შეიძლება რომ იმ სათამაშოებს არ შევეხოთ, რომლითაც გართობას ქართული საზოგადოება მომავალი წლიდან კანონის საფუძველზე შეუდგება. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ კომუნალური გადასახადების გაერთიანებული ქვითარი უნდა ამშვენებდეს ამ ნაძვის ხეს. უკვე ბოლო რამდენიმე წელია ქართული მედია და არა მარტო მედია, მთავრობაც კი აქტიურად ერთობა იმ პერსონაჟით, რომელიც ლიბერალი პოლიციელის იმიჯს ამაყად ატარებს. ამავე დროს გასული წლის განმავლობაში ამ სათამაშოთი რუსული მედიაც კი ერთობოდა და მოდით კიდევ უფრო დავამშვენოთ ნაძვის ხე. უკვე 20 წელია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აქტიურად თამაშობდა იმ სათამაშოებით, რომელიც ქართველს აინტერესებს. ბოლოს კი იმდენი მოახერხა ჩვენმა მთავრობამ, რომ ამ თამაში მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩააბა. სწორედ აქედან გამომდინარე, ამ ნაძვის ხეს უნდა ამშვენებდეს ოკუპირებული ტერიტორიები. სათამაშო, რომელიც მუდმივად ტრიალებს ქართული საზოგადოების აზრებში, მაგრამ მუდმივად არ არის აქტუალური და ხანდახან თუ აღმოჩნდება ხოლმე, ეს არის ქართული მედია მფლობელების ვინაობა. თუმცა ვინაიდან არ ვიცნობთ სხვა მედია მფლობელებს, უპრიანია ტელემაესტროს მფლობელით ვითამაშოთ ისევ ეს თამაში. არ შეიძლება რომ არ შევეხოთ იმ სათამაშოს, რომელიც გასულ წელს ყველაზე აქტუალური იყო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ვენეციის კომისიაზე. ეს არის სათამაშო, რომლითაც უკვე გავერთეთ საკმარისად და კიდევ ბევრჯერ შეგვეძლება გავერთოთ. ამიტომ ამ საახალწლო ნაძვის ხეს ამიერიდან მუდმივად უნდა ამშვენებდეს კონსტიტუცია. დამეთანხმებით, რომ ამ ნაძვის ხეს აკლია ერთადერთი სათამაშო, ქართული ოპოზიცია. მინდოდა რომ ოპოზიციაც ჩამომეკიდა ამ ნაძვის ხეზე, მაგრამ წეღან შემხვდა გამძლე ბაწარი მიქონდა სახლში ჭაღზე ჩამოსაკიდებლად. ისეთი მოწყენილი იყო და ისეთი დეპრესიული იერი ჰქონდა, შეიძლება ხვალამდეც ვერ მიეღწია და სადმე ჭავაძის გამზირზე რომელიმე ჭაღზე ჩამოეკიდა თავი და ესე იგი დაეტრიალებინა უბედურება. აი ასეთ ბაწარს. სად მოჭერი ეს ნაძვის ხეში? უჯიშო გიაურო. ჰა? ჩემ ხეებში ნაძვის ხეებს როგორ ჭრით? სად მაქვს მე თქვენთვის ნაძვები და სოჭები? მიდით და თუ მაინც და მაინც მოჭერით პანტა და ისმორთეთ საახალწლო. ან წიფელი, უკიდურეს შემთხვევაში. თქვენ რა? მაგისთვის აგაუხრათ ჩემმა დიდმა წინაპარმა მურვანყრუმ 725 წელს. ან თქვენმა პრეზიდენტმა მაგისთვის მოგვიწერა ხელი ხელშეკრულებებზე, რომ ასე უპრაგონოდ ზიდოთ ნაძვის ხეები ჩემი ხეებიდან. მე ხა ამ ნაძვის ხეს წავიღებ. შეიკიდე. მალე დაამთავრე გადაცემა და სტამბულის ბაზარზე უნდა წაგიყვანო გასყიდო მონად. ხო. როგორ დავამზადოთ ჭეშმარიტად ქართული ახალი წელი? ავიღოთ არაბული ნაძვის ხე. ევროპის იმედი და რუსული ოკუპაცია შევკასმოთ ქართული სანელებლებით და სუფრაზე მოვათავსოთ ქართულ ჩიჩილაკთან ერთად. ქართული ახალი წელი. Made in Georgia.
თქვენი საახალწლო სუფრა დაახლოებით ასე გამოიყურება? პური, წყალი და სხვანაირი წყალი? ეგ არაფერი. მოაყარეთ თქვენს პურს ერთი მწიკვი ანდრეა ბოჩელი. წყალს შემოაწყვეთ გარშემო ბოჩელის ფოთლები, ხოლო სხვანაირი წყალი ბოჩელის ჰიტებთან ერთად მიიღეთ და საახალწლო სუფრაც მზად არის. ანდრეა ბოჩელი. ბოჩელ, სუფრას გოზინაყი აგლია. Laughing all the way.